მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია სპეციალურად თქვენთვის მომზადებული გადაცემა, იმისათვის რომ უკეთ გაიცნოთ ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლები, ის ადამიანები, რომელთაც თქვენ ხვდებით ყოველდღიურად ჩვენი ეთერის საშუალებით და კიდევ წარმოგიდგენთ იმ პიროვნებებს, რომლებიც კაცს მიღმარჩებიან, არადა ისინი ხომ ყოველთვის თქვენ სამსახურში არიან. მაშ წავიდეთ და გავიცნოთ ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლები. აქ მუშაობს ლედი კარელიძე. ტელეკომპანია თრიალეთი გისმენთ. ლედი როგორ აღმოჩნდა ტელეკომპანია თრიალეთში? დაახლოებით 2 წლის წინ თრიალეთის ეთერით ცხადდებოდა დიქტორების კონკურსი. გადავწყვიტე ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ამრიგად გავხდი ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომელი. ამჟამად მუშაობ მდივან ოპერატორად. მიმინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს მიულოცო შობა ახალი წელი. და აქვე მუშაობენ ჩვენი დაცვის განყოფილების თანამშრომლები. აქ არის განთავსებული საინფორმაციო სამსახურის ოთახი, სადაც ჩვენი კორესპონდენტები, ოპერატორები და მემონტაჟები დილიდან საღამომდე მუშაობენ. საინფორმაციო სამსახურის განყოფილება ტელევიზიაში ყველაზე ხალხმრავალი და ხმაურიანი განყოფილებაა. დილის საათის 9-დან ამ ოთახიდან ხდება გადამფრენი ჯგუფების განაწილება ქარელის, ხაშურის, კასპის, გორისა და ცხინვალის მიმართულებით. დღის პირველ ნახევარში აქ შედარებით მშვიდი გარემოა. გადაღებიდან დაბრუნებული ჟურნალისტები საინფორმაციო ხელმძღვანელისაგან მიცემული მითითებების შემდეგ სიუჟეტის მონტაჟს იწყებენ. სულ რამდენიმე თვეა, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა სოფიკო რეზრიჩენკო. იგი იმ სიახლეებზე გვესაუბრება, რომელიც საინფორმაციო პროგრამა ანარეკლმა უკვე შესთავაზა თავის მაყურებელს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი 13 წლიანი არსებობის მანძილზე ჩვენ ეტაპობრივად მივახციეთ წარმატებებს. ბოლო პერიოდში ჩვენ გრანტის სახით მივიღეთ სუფლიორი, ინტერაქტიული გამოკითხვის აპარატურა, პირდაპირ ეთერში ჩართვის რელეიკა, კომპიუტერები და რაც მთავარია, ჩვენ ვაგრძელებთ იგივე პრინციპებით მუშაობას. ჩვენთვის მთავარი არის მოსახლეობა იყოს ჩვენი კმაყოფილი, ჩვენი მუშაობით კმაყოფილი. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი კვლავ რჩება გამჭვირვალობა, მოვლენების ობიექტურად გაშუქება და მოსახლეობის ინტერესების, უფლებების დაცვა. ვართ საკმაოდ დაკავებულები, თითოეული ჩვენი თანამშრომელი მუშაობს თითქმის დილიდან დაღამებამდე და ზოგჯერ ღამის საათებშიც და ერთადერთი რაც ჩვენი მუშაობის მთავარ პრინციპად რჩება, ეს არის ის, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ რაც არსებობს საზოგადოებაში, რაც არის ახალი, რაც სიახლეც ხდება, რაც მიმდინარე მოვლენები არის რეგიონში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მოსახლეობის მხრიდან ყოველთვის გვექნება თანადგომის მხარდაჭერის იმედი, ეს მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ კიდევ ბევრ წარმატებებს მივაღწევთ და ისევ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ვართ ხალხის გვერდით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა ჩვენს გვერდით ყოველთვის იქნება. ჩვენს კორესპონდენტებს თქვენ ყოველდღურად ხვდებით ტელეკომპანია თრიალეთის ეთერის საშუალებით. ტელემაყურებელი დღეში რამდენჯერმე იღებს ინფორმაციას, რომელიც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად, ობიექტურად მოვიტანოთ თქვენამდე. ჩვენთან მუშაობენ კორესპონდენტები: თამუნა ცერაძე, ნანა კახმიაშვილი, თია კაკიაშვილი, თამია ახოშაშვილი, ეთერ სადაღაშვილი, ირინა ჯაბაური, თამრიკო ხიდაშელი, მარიკა ზაქარაშვილი, თამუნა გეთიაშვილი და სოფიკო რეზრიჩენკო. ინფორმაციების მოპოვებისას კორესპონდენტებს ხშირად პრობლემები და სირთულეები ექნებათ. თუმცა სიუჟეტის მომზადებას თან ხანდახან კურიოზებიც ახლავს. განსაკუთრებით გავიხსენებ ხაშურის რაიონის გამგებლის ვლადიმერ ჯაფარაშვილის მიერ ჩვენი ცემის ფაქტს, ჩემი და ოპერატორის ცემის ფაქტს საკუთარ კაბინეტში გვცემა და ისე გამოყვარა და ეს მოყვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ხშირად ვაშუქებდით პრობლემებს, ხაშურის რაიონში მიმდინარე პრობლემებს. ჯაფარაშვილს საერთოდ არ მოსწონდა ეს. როგორც კი გაიგებდა ჩვენი ტელეფონის ზარს, ტელეფონს თიშავდა, არ გვეღებდა კაბინეტში. და ჩვენ ერთ დღეს მივედით ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვალერ გელაშვილთან დაკავშირებით დეპუტატ. მათ ძალიან ისი კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ. დამოკიდებულება ერთმანეთთან. და ჩართული კამერით შევდივართ კაბინეტში ვლადიმერ ჯაფარაშვილისა, ბატონი ვლადიმერი გომნევა, ასე რომ მობძანდით ერთი ხელით, მობძანდით, მეორე ხელს ესე გაათამაშებს და ჩასხებს ოპერატორს და ასე ცემიმა ტყეპით გამოყვარა საკუთარი კაბინეტიდან, შემდეგ კალიდორიდან, ასე ვთქვათ, დერეფნიდან და თან გვეუბნება ასეთ რაღაცას, რომ იცით, მე ახლა პოლიციას დაურეკავ და თქვენ დაგიჭერთ და
დაურეკეთ ბატონო ვლადიმერ, მე თვითონ დაურეკავ პოლიციას, თქვენი საქციელი რა. ნუ ეს იყო მაშინ ძალიან ისეთი რაღაც, რომ ასე ხო ყოველთვის იცილით ვიხსენებ ხოლმე იმ მომენტს ხალხაშვილს. კურიოზს მოვყვები. შევედით საკმაოდ ჩაბნელებულ ოთახში, სადაც პოლიციელების გარემოცვაში ზის მაგიდასთან ორი მამაკაცი. ლადომ ჩართო სასწრაფოდ კამერა და დავაფიქსირე, რომ ლადო იღებს ადვოკატს და არა პატიმარს. და ჩავჩურჩულე, ლადო ვის იღებ მეთქი და როგორ ვის ვიღებო, აი ეს თეთრსარაჭკიანი მამაკაცი როზისო, აი იმას ვიღებო და კარგად ვიხალისეთ მერე ვაგაზე. ზეწოლის ფაქტები უამრავი მქონია. Ну, რატომღაც ხდებიან ხოლმე ეგეთი ადამიანები აგრესიულად განწყობილები, ხშირად კამერის დამტვრევითაც დამუქრებიან, მაგრამ მე მგონი რომ არც ერთ ჟურნალისტს მაგისი არ უნდა ეშინოდეს. სიუჟეტის მომზადებისას ჩვენი კორესპონდენტები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. საინტერესოა ერინე, რას ფიქრობ, რამდენად რთულია სიუჟეტზე მუშაობა და საერთოდ რას ნიშნავს შენთვის შენი პროფესია? ერთით სამუშაო გვაქვს, თავდაპირველად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი. ზოგჯერ გვიწევს მთელი დღე მუშაობა, მაგრამ აი დაღლა არის სასიამოვნო. აი მე პირადად დაღლილი როცა მივდივარ სახლში, გარკვეული ნასიამოვნებიცა ვარ, რომ გავაკეთე ის საქმე, რომელიც მიყვარს. რაც შეეხება სირთულეებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ ჟურნალისტები, რეალიტი ჟურნალისტები მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას, მაყურებელს, იყოს ამომწურავი და იყოს სრული. ერთხელ ვართ გორის თეატრში შეკრებილები, მასწავლებლების დღესთან დაკავშირებით ეს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და დარბაზია გადაჭედილი. ხო და ეს ბატონი რობერტი მაღლაკელიძეა წამყვანი ამ შეხვედრისა და უცბად ამბობს, რომ ახლა სიტყვით გამოვაო ქალბატონი ნანა კახნიაშვილიო და მე საერთოდ არაფერი არ ვიცი, აზრზე არა ვარ, რომ სიტყვით გამოსვლა ჩემთვის არავის არ შეუთავაზებია და იცი როგორ ვარ. ორი ჟურნალისტი მიზის აქედან და იქიდან და გადაჭედილი დარბაზში როგორ გავიდე სიტყვის მეთქი და ვაიმე, დამღუპა მაღლაკელიძე, მე სადამ ვარ გამსვლელი, დავინახე რომ ბოლოდან მოდის ნანა კახნიაშვილი. თურმე ამას უთქვამს მეათე სკოლის დირექტორზე, გოგო გული გამისკდა. იცი რა დღეში ჩა ჩვენი ოპერატორები ყოველთვის კაცს მიმარჩებიან. ხანდახან ისინი გულმოსული რესპონდენტების მსხვერპლის ხშირად ხდებიან, თუმცა ყოველთვის პირადად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი ოპერატორები არიან გიორგი მარტინენკო, ლადო რჩეულიშვილი, რეზო რაჯაბაშვილი, მამუკა ეგნატაშვილი, შალვა მუსხელიძე და ტატო საზანდრიშვილი. სიუჟეტის მონტაჟ ჩვენი მონტაჟეები, თია მიხანაშვილი, ლევან ნოზაძე და სოსო ლალიანი უზრუნველყოფენ, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად დილიდან საღამომდე ამ განყოფილებაში ყველაზე უპრეტენზიოდ აკეთებენ თავის საქმეს. საინფორმაციოში გამზადებული მასალა მაყურებლამდე მისატანად გამშვებ განყოფილებაში არის, სადაც მორიგე ოპერატორებს ბათო აბულაძეს, გიგა ბერულაშვილს, ვანო გოზაილიშვილსა და მიშა სერტნიაშვილს ელზა გერდიაშვილი ხელმძღვანელობს. იგი პასუხისმგებელია აგრეთვე გადაცემების გაშვების ხარისხზე და მორიგეებს გამოთქმებით მიტითებებს აძლევს. თუმცა მორიგე ოპერატორები ხვდებიან კურიოზულ მდგომარეობაში. საღამოს რეგავს მაყურებელი და დიდ ხოვნით ვეუბნება, რომ შეიძლებათ ფილმი გადაახვიეთ თავიდან ვერ უყურეთ, შეიძლება. იყო კიდევ ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ ჩინოვნიკს სახელსა და გვარს არ დავასახელებთ, შუბლზე დავაწერეთ თავის პირადი სახელი და გვარი. მომჩით ეთერში გავიდა. ძალიან სასაცილოდ არის, როცა შუბლზე გაწერია სახელი გვარი და შენ ინტერვიუს გაგხსნილ. იყო ასეთი შემთხვევებიც, რომ რას ჩაიხვიეთ ეს აფრები თქვენი დედა კი შევაგინეს. რას ვიზამთ ახლა? ჩვენი ბრალიც არ არის ეს ყველაფერი. ტექნიკურ მხარეს გამშვებ განყოფილებაში ზვია დაკოფაშვილი უზრუნველყოფს. მათვე ევალება რეკლამების მომზადება. იგი რამდენიმე წელია ტელევიზიაში მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ მისთვის დასვენების დღე არ არსებობს. ასე ვთქვათ, ჩემთვის ტელევიზია არის მეორე ოჯახი რა. მეორე ოჯახი კი არა, პირველი ოჯახი უფრო ითქმის, იმიტომ რომ უმეტეს დროს ვატარებ ტელევიზიაში. დილით ვიღვიძებ, მოვდივარ თელდო ტელევიზიაში, სახლში მივდივარ და ვიძინებ. სახლში ფაქტობრივად მძინავს მართლა. საერთოდ ვარ სულ ტელევიზიაში. ტელევიზია ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რა ვიცი, ჩემთვის ყველაფერი აქ ტელევიზიაში მუშაობა, იმიტომ რომ მოვედი, არც იმდენი რაღაცა არ ვიცოდი, ძირითადად აქ ვისწავლე, რაც ვიცი, ყველაფერი აქ ვისწავლე, კიდევ ვსწავლობ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ვიმეცნო და რა ვიცი რა, აი ყველაფერია ჩემთვის ტელევიზია. ახალგაზრდა საგრიმიოროში შევიხედოთ და ვნახოთ, როგორ ემზადებიან ჩვენი დიქტორები განცხადებების ჩაწერამდე. ეკა გოდერძიშვილსა და ნინო ცერულაშვილს ჩვენი მაყურებელი ყოველდღიურად ხვდება თრიალეთის ეთერში.
ამ სტუდიიდან ხდება საინფორმაციო პროგრამა ანარეკის გასვლა, რომელიც ჩვენს წამყვანებს სოფიკო რეზრიჩენკოსა და თია მიხანაშვილს მიხავთ. ისინი ოპერატიულად ატყობინებენ ქართლის მოსახლეობას ახალ ამბებს. ეს სტუდია, საიდანაც ხდება პირდაპირ ეთერში გასვლა საინფორმაციო პროგრამა ანარეკის, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტები უძღვებიან სოფო რეზრიჩენკო და თია მიხანაშვილი. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა თია, მემონტაჟეთ მუშაობდა ჩვენ და როგორ აღმოჩნდა წამყვანის ამპულაში. ჩემთვის სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო წამყვანის ამპლუაში, უბრალოდ ვერასდროს ვერ წარმომედგინა, რომ მე რაღაცა თუნდაც გადაცემას ავიყვანდი, მით უმეტეს საინფორმაციო გამოშვებას. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენი როდესაც საინფორმაციო გადავიდა დღის გამოშვებებზე, ჩვენი ჟურნალისტები თამუნა ცერაძე და თამრიკო ხიდაშელი, რომლებსაც მიყავდათ დილის საინფორმაციო გამოშვება, ვერ ახერხებდნენ, დროში ვერ ეტეოდნენ ფაქტიურად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჟურნალისტის პროფესია ცოტა ისეთი დატვირთული რეჟიმით არის. ისინი ხან დილის საათებში უწევდათ მათ მუშაობა, ხან საღამოს საათებში და ამიტომ საჭირო გახდა ისეთი პიროვნების მოძებნა, რომელიც სულ სამსახურში იქნებოდა, ადგილზე იქნებოდა, ანუ გასვლა არ მოუწევდა არსად და შეძლებდა საინფორმაციო წაყვანას. რატომღაც სოფიკომ შეარჩია ჩემზე არჩევანი და ასე აღმოჩნდი წამყვანის ამპლუაში. როგორ არჩევა ხამოვალეობას და საინტერესოა და თუ გსნებს უკვე მაყურებელი ქუჩაში. მოვალეობის თავის გართმევა ფაქტიურად არ მიჭირს არანაირად, უბრალოდ მეტი დატვირთვა მაქვს. ფაქტიურად ორ საქმეს ვაკეთებ. რაც შეეხება მაყურებელს ქუჩაში ცნობას, ჯერჯერობით არ ვთვლი, რომ არ ისეთი პოპულარული ვიღაცამ ქუჩაში მიცნოს, არ მგონია ეს. მე არ შემიმჩნევია ყოველ შემთხვევაში. ეს თქვენთვის კარგად ნაცნობი დიდი სტუდიაა, საიდანაც ცალკურს ადევნებთ პირდაპირ ეთერში გასულ გადაცემას რეგიონის სტუმარი, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი გოგა აფციაური უწყობა. სტუმარი კარგი ხანი რაც ეთერში გადის, თუ გაიხსნით რამეში კურიოზულ შემთხვევას ამ გადაცემას გასვლასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში. ცხელ ამბავს მოგიყვებით მაშინ. სულ რამდენიმე დღის წინ იცის მაყურებელმა, რომ სტუდიის სტუმარი იყო სანდრა რულოვსი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. და მაყურებელმა იცის, რომ ეს გადაცემა განახლებული, ასე ვთქვათ, დიზაინით, სტუდიის უკან ფონით გავიდა ეთერში და ფაქტიურად დილით შეიღება იატაკი და უკვე საღამოს ქალბატონის სანდრა მობრძანდა და როდესაც ჩვენ შევდექით აი ამ იატაკზე, ხო? მოხდა ისე, რომ დავიკარით რა ამ იატაკზე და მთელი გადაცემის განმავლობაში ფეხს ვერ ვიღებდით მაღლა და მე სანდრას მე უთხარი, რომ მე თქვი პრობლემა არ არის, შეწუხდა თვითონ ძალიან შეწუხებული სახე ქონა, რომ ჩვენ ახლა გავაფუჭეთო ეს იატაკიო და მე უთხარი, რომ სანდრა არა პრობლემა არაფერში არ არის მეთქი, რომ ჩვენ მეორეთი გადავღებავთ მეთქი ამას და შეიძლება ფეხსაც მეს თუ დარდო ეს სხვა არა ფეხსაცმელის პრობლემა არ არის რომ მითხრა უბრალოდ მართლა დაენანა რა ეს ჩვენი ნაშრომი რომ თქვათ ეს ერთი შეხედვით რაღაც გაფუჭდა და მე უკვე და წამოდგომა გვიჭირდა რა იმ დონეზე იმ ხანს ვისხედით 1 საათი მიდიოდა გადაცემა და თან ვთხილობდით გადაცემის დროს რაღაც ამ ფეხი არ აგვეწია იმიტომ რომ კაცუნის ხმა ქონდა რა იმიტომ და დაკრულები ვიყავით ესე ჩაია ტელეკომპანიის სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები თავს ერთად მხოლოდ დღეში 1 საათის განმავლობაში სასადილოში იყვნენ. თუმცა სამუშაო პროცესი არც აქ ავიწყდება და მათი განყოფილებაში დაწყებული საუბარი განტვირთვის დროსაც გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, შიდა ქართლის საკადრო ცვლილებები განხორციელდა და ჩვენი გენერალური დირექტორი ბატონი ბადრი ნანიტაშვილი გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად ტელეკომპანიის ხელმძღვანელი გახდა ბატონი ჯონი ნანიტაშვილი. თრიალეთის ეთერში თქვენ ყოველკვირეულად სხვადასხვა სახის გადაცემებს უყურებთ. ლიტერატურა და ხელოვნება, რეგიონის სტუმარი, კვირის ქრონიკა, ნაცნობი სახეები. ეს ის გადაცემებია, რომელიც ხალხმა უკვე შეიყვარა. ჩვენ უფრო მეტის გაკეთება გვსურს თქვენთვის სამსახური ჩვენი მოვალეობა. გაზეთ თრიალეთის მთავარი რედაქტორი კორესპონდენტებს აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს. ის ცდილობს კოლექტივთან ერთად მიაწოდოს სრული სიმართლე რეგიონის მოსახლეობას. ყოველთვის იქნება ხალხის ინტერესების დამცველი, იქნება ობიექტური, ვეცდებით ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას და გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რაც აუცილებელია რეგიონალური გაზეთისთვის. ახლა იმ ადამიანს გაგაცნობთ, რომელიც თითოეული თანამშრომლის პრობლემას ეცნობა. თითქმის ყველას ხასიათი და განწყობა შეისწავლა. ელენე ტელეკომპანიაში ფსიქოლოგად მუშაობს. საინტერესოა ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლებს რამდენად ჭირდება ჩემი სამსახური, ასე ვთქვათ.
იცით რა, არა მარტო ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლებს და მთლიანად ტელეკომპანიას, არამედ მე ვფიქრობ, რომ ყველა ორგანიზაციას, რაც არსებობს საერთოდ, ყველა სჭირდება ფსიქოლოგიის ცოდნის გათვალისწინება, ფსიქოლოგიური ცოდნის. ეს იმიტომ, რომ ადამიანური რესურსი ეს არის ყველაზე კრიტიკული რესურსი, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორგანიზაციის ეფექტურობას. ამიტომაც სწორედ ადამიანური რესურსის მენეჯმენტში უნდა გათვალისწინებული იქნას ფსიქოლოგიის ასპექტები, ფსიქოლოგიური ცოდნა. იმიტომ რომ შეუძლებელია ისე მოახდინო პერსონალის ტესტირება და შერჩევა, შრომითი მოტივაციების გამოვლენა და დაგეგმვა, პერსონალის ტრენინგი და განვითარება, ასევე კარიერის მენეჯმენტი, კადრების გადაადგილება, სამხმარებლო ბაზრის იდენტიფიკაცია და ასე შემდეგ, თუ არ არის ცოდნა ორგანიზაციული ფსიქოლოგიისა. თუ არ იქნა გათვალისწინებული ის მახასიათებლები, რაც აქვს დაუშვათ თითოეულ მომუშავეს, სამხმარებლო ბაზარს, თუ ნებისმიერ სხვა სფეროს. ფსიქოლოგია გვეხმარება აგრეთვე საწარმოო კონფლიქტისა და პროფესიული სტრესის დაძლევაში. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს და სამომავლო და 21 საუკუნეში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენება არის წარმატების საწინდარი და გარანტინების მიერი ორგანიზაციისთვის. ამ ოთახში მუსიკალური რედაქტორი ირმა მუშაობს. იგი სამომავლოდ მუსიკალურ გადაცემებს მოამზადებს. ამჟამად კი ზრუნავს ჩვენს ეთერში მუსიკალური ნომრების შერჩევასა და განთავსებაზე. დრო გავითვლით თუ განყოფილება, სადაც წარმოებს შეკეთების მიღება. ფარელში, ბორსა და ხაშურში ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომლები მუშაობენ ოფისებში, სადაც ყოველთვის გულთბილად და ყურადღებით გემსახურებიან. აქ წარმოებს ყველა სახის კომპიუტერული მომსახურება, რეკლამების, მილოცვებისა და სხვადასხვა სახის განცხადებების მიღება. აქვე ფუნქციონირებს ინტერნეტ კაფე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. კინოთეატრი გამარჯვების შენობაში ფუნქციონირებს საერთაშორისო სალაპარაკო პუნქტი, საიდანაც ხდება უსწრაფესი კავშირი ნებისმიერ ქვეყანასთან. ამ შენობაშივე ხდება ქსეროასლების გადაღებაც. ახალი წელი, ახალი ხელისუფლება, ახალი იმედები. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ამ ახალ წელს თქვენთვის ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყოფითი პრობლემების მოგვარება მოეტანოს. მე მინდა შეგინარჩუნოთ სასიამოვნო განწყობილება და დაგემშვიდობოთ იმ კურიოზებით, რომლებიც თავს გადაგხვდენია. კარგად ჯანდებოდეთ. რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ იგი რომელიმე საბავშვო ბაღს ან სკოლას გადაეცემა. მსგავსი რეიდები აგრეთვე კონტრაბანდას რაც შეეხება დაკავებულ ხეთყეს ხაშურის რაიონის გამგებლის კიდე ხაშური თქვი. რაც სკოლის სპონსორების დახმარებით ტელეკომპანიის რა არის ასენიშნავ უკვე საკონტროლო რეგიონული ტელეკომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელევიზია არასოდეს მოექცევა ხელისუფლების ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ზეგავლენის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ მე კიდე ტელეკომპანია ვთქვი, ვაიმე. ზეწოლის ფაქტს მოყვები. აი ესე ვერაფერს ვერ მოყვები, ეგ რომ მანათებს ჯუბზე. აი გეტყავონ. სამია, შენ დიდი ხანია ჩვენთან ტელევიზიაში მუშაობ. სტაჟიანი კორესპონდენტი ვარ ჩემი. როგორ მოხდა რომ ამ დიდი ხანი შერჩია გაუგებრობაში? სრულიად შემთხვევით რა. დავაფიქსირე, რომ ლადო რა იყოთ ხალხო, რა არის, რა იყოთ რა. ერთი წუთი არ შეიძლება ესე იგი ის რო შემოწყვეტინოთ. შალო არ მინდა შემოუშვათ ცოტა ხანი დახვდა. არ მოყვებდი, არ მინდა რა. მორჩა დავიწყეთ,